დღეს მსოფლიოში ომებია, ერაყში შეჭრა სიცრუე იყო. სად არის ის ქიმიური იარაღი, რომელსაც სადამ ჰუსეინი თითქოს ფლობდა? ისინი ვერასდროს აღმოაჩინეს. ლიბიაში საფრანგეთისა და ინგლისის შეჭრაც კიდევ ერთი სიცრუე იყო, რომელმაც ჩვენი კაცობრიობის იმ ისტორიულ მომენტში მხოლოდ ქაოსი და ნგრევა მოიტანა. ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული შეჭრისა და გენოციდის საბაბიც კიდევ ერთი ძალიან დიდი სიცრუეა. ახლა ისრაელი ლიბანს ბომბავს. რა საბაბით? და ახლა ასევე არსებობს ირანში ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრის საფრთხეც. რა საბაბით? სურს მინესოტას გუბერნატორს 1-2 რამ ვუთხრა. 2010 წელს მე ირანში ჩავედი ინდოეთთან და თურქეთთან ერთად, რათა მაჰმუდ აჰმადინეჟადთან შეთანხმებაზე მოლაპარაკება გვეწარმოებდა, რომ ირანს ურანი იმაზე მეტად არ გაემდიდრებინა, ვიდრე ბრაზილია ამდიდრებს მშვიდობიანი მიზნებისთვის. ჩვენ იქ ჩავედით, რათა აჰმადინეჟადი და უზენაესი ლიდერი დაგვერწმუნებინა. ორი დღის შემდეგ შეთანხმებას მივახციეთ. შეთანხმებას, რომელიც იმ ხელნაწერ წერილზე დაყრდნობით შედგა, რომელიც ობამამ გამომიგზავნა. ორი დღის შემდეგ აჰმადინეჟადი შეთანხმებას დაეთანხმა. როდესაც შეთანხმება გამოვაქვეყნეთ, ვიმედოვნებდი, რომ შეგვაქებდნენ, რადგან ირანი ურანის გამდიდრებას შეწყვეტდა, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც გაამდიდრებდა, თურქეთში გადაიგზავნებოდა, რათა თურქეთს შეენახა. და რა მოხდა ამხანაგო პედრო სანჩეს? ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს შეთანხმება უარყვეს და ახლა ისინი კვლავ ავითარებენ იმ იდეას, თითქოს ირანი ატომური ბომბის შექმნას აპირებს. ისინი არ ქმნიდნენ ატომურ ბომბს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პრაქტიკა, როდესაც ხალხს ეს სიცრუეს ავრცელებენ, რათა შემდეგ ისინი გაანადგურონ. ლათინური ამერიკა ისია წარმოჩენილი, თითქოს ნარკოტრაფიკის სამყაროა. არაბული სამყარო ისია წარმოჩენილი, თითქოს ტერორიზმის სამყაროა. და მაშინ ვინ არის ამ სამყაროში კარგი?